ბატონო თინათი გელაპარაკებათ თქვენი შობილი და აღზრდილი შვილი დათო ხაზარაძე ძალიან მენატრები ძალიან მიყვარხარ მაგრამ კომუნიკაციური საშუალება შენთან დალაპარაკებისა არ არის თუ კი ეს მეთოდი როცა ქვია ხელმისაწვდომი გახდება აუცილებლად ყოველდღე დაგირეკავ მაგრამ რაღაცა არ ჩანს сделайте სულელო რა არის ყველა ადამიანში ნარიკო მოსარწა კაი არა ყველა ადამიანში რა რამდენი წლის ასაუბნე იყოს ბავშვობთ ზის პერიტონეუმი ანთებადია, გაღიზიანებულია და რომ უშვებ ხელს ის იწვევს რას? ამას რა ქვია ამ მოძრაობას? ვიბრაცია. რხევა ქვია, რხევა, გენიოსი, ირხევა პერიტონეუმი. პერიტონეუმი ანთებადია და ანთებადი ქსოვილი როცა ირხევა, ტკივილს გამოსცემს. ბლუმბერგს ჩოტკინის ნიშანი დადებითი. ეს თქვენ ერთ-ერთ თქვენგანს ჰქონდა რეულში, დიახ. ასე რომ იცი და ნუ გავიწყდებათ. დიახ. დედაშენი ძალიან კაი ქალია, ძალიან. შრომის მოყვარე, ამომდგომი ვერში და რა ვიცი, ყოველნაირად ძალიან კაი გოგო. მაგრამ შენ არ ახარ უკმაყოფილო მაინც შენი თავით, ხო? მაინც უკმაყოფილო რომ არ უნდა დავშორებულიყავით. რა უნდა გექნა? ნანა კაცი ვარ და უნდა გამეკეთებია ყველაფერი რომ არ დარღვეულიყო ჩვენი ერთობა. შენს ხო განიცდიდია რა ალბათ. ალბათ ხო. ამას არ ფიქრობთ არასოდეს რა ქვია წინასწარ და ამ დროს ბავშვებს აქვს ტრაგედია ხოლმე. თუ რომ მეორე ბავშვს ყავს დედა, მამა და რა ვიცი ყველა. რასი ვერაფერსაც ვეღარ ვიძამ. ნუ რაც არის და ახლა როგორ ხარ? დედაშენს არ ყავს არავინ? მე არც მახსოვს როგორია სახელზე. რამდენი ხანი არ მინახია, ბაცო. ის ლამაზი გოგო. ჩემ ხედა ადამიანი უნდა ნატრობდეს ცოტა მეტი იცოცხლოს. ხო? მეტი არაფერს? არაფერი მეტი. და რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის ის, რაც ყოველთვის გინდა. რატო გინდა ეს? იმიტომ რომ სასარგებლო არის თუ არა, ეგ სხვა ამბავია კიდევ. ხო. მაგრამ ბევრ სიკეთესაც გაძლევს. დემენცია როგორი დაავადება, აი როგორ მიმდინარეობს, ან როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს ამ პირადად ჩვენ? ნუ, უიმე, დემენცია. ხო, რა არის, რა ტიპის? მტკვარსუსტობა. რაში გამოიხატება? როგორ უნდა მივხვდეთ? ნუ, ობიექტური არ არის.
რეალობას ვერ აღიქواس ობიექტურად? დიახ. ან და თვითონ ხდება ამას თუ ვერა? თვითონ ხდება, თანდათანობით ხდება და სად ახარ ეხა? ეხლა შენ პირდაპირ. სად? სადა თბილისში. საწევ ხარ? ლოგინზე. კაი, ხელზე რა გიკეთია? ხელზე მიგეთია, ой, მე ისეთი იარაღი. რომ არ ვიცი მე მოვალ თუ არა საერთოდ. კი. ვინა? ნანიკო. როგორ არის? ხო. კარგად. რამდენი ხანი არ გინახია? დიდი ხანია. ნანიკო ვინაა შენი? ჩემი და. ხო, კარგად არის. კი. შენ შვილიც ყავს ნანიკო. შვილი? ნანიკო ქვია იმასაც. ვისგან? ჟეკოსგან. კარგი რა კაცო. არ გახსოვს? არა, საიდან? მე ვარ შენი შვილი. არა? რა ქვია? არ მახსოვს, ენა დამება ხო ხედავ? არა უშავს. გალავაზე მე მიყვარხარ ძალიან თეთრ თმიანო ანგელოზო ვინმემ თუ აწი გითხრა რატო არა გახის ხუდი რატო არ გახურავს დაგვირეკე ჩვენ და გამოვივლით ისე გამოვივლით ხო და